სოციალურ ქსელებში ხედავ ხოლმე ესეთ ვითომ და ბრძნულ დარიგებს. ენდე მხოლოდ საკუთარ თავს. ვის არ ვინდო? ძმაკაც. მშობელს თუ შვილს. მე ნერვებს მიშლის ვიღაცეების სურვილი დაგვარწმუნოს, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია. სწორედ ამ ტიპის გამონათქვამები უწყობს ხელს ადამიანების გულცივობას. ემოციები გადადის ვირტუალში. ესე იგი, შეიძლება გვერდი ჩაუარო ქუჩაში წაქცევას და ატირდნენ რაღაც ფილმზე. ამას წინათ ვარ ბანკში. და ქალი შავებში ჩაცმული მგლოვიარე ქალბატონი შემოდის. თვალებზე ეთყობა, რომ აი ძალიან დიდხანს იტირა. და ესაუბრება კრედიტ ოფიცერს. ხური მიუგდედა, რას ვარკვევ, რომ ამ ქალბატონს გარდაეცვალა მეუღლე, რომელსაც ჰქონდა დიდი ვალი ბანკში და ამ ქალბატონს თხოვენ ამ თანხის გასტუმრებას. თითქოს და არაფერი. ყველა მიეჩვია ამას, რომ ბანკი ამბობს, ქალბატონო, ჩვენ ხომ არ ვიზარალებთ. ამაში საქმე ადამიანი მოკვდა და მეუღლე ბანკროტი დარჩა. ბანკი ხომ არ იზარალებს. ნუ დაუჯერებთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ესეთ ვითომ და ბრძნულ დარიგებებს, თუნდაც ძალიან ჭკვიანი და ავტორიტეტული ადამიანების აზროვნებას. კონდეთ ერთმანეთის ნდობა, სიყვარული და იმედი.